მათეს სახარების განმარტება, თავი მე-17 და შემდგომად 6 დღისა წარიყვანა იესო პეტრე და იაკობ და იოვანე ძმა იმისი და აღიყვანა იგინი მთასა მაღალსა თვისაგან. რატომ მიყავს ქრისტეს მხოლოდ ეს მოწაფეები? იმიტომ რომ ისინი დანარჩენზე აღმატებულნი იყვნენ. პეტრე იესოს მიმართ ძლიერი სიყვარულით, იოანე ასევე განსაკუთრებული სიყვარულით, ხოლო იაკობი იმ პასუხით, რომლითაც უფალს თავის ძმასთან ერთად მიუგო, შეგვიძლია თასის შესმა და არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმეებითაც გაამართლა თავისი სიტყვები. და იცვალა მათ წინაშე სხვათფერად და გაბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი. უფალი მოციქულებს ისეთი გამოეცხადა, როგორიც იქნება სამსჯავროს დროს, ხოლო მახარებლის სიტყვები იცვალა მათ წინაშე ფერი. არავინ გაიგოს იმ მნიშვნელობით, თითქოს მან ძველი იერი და სახე დაკარგა, ან კიდევ ნამდვილი სხეული და სულიერი სხეული მიიღო. თუ როგორ იცვალა ფერი, ამას მახარებელი გვიჩვენებს, როდესაც ამბობს, გაბრწყინდა მისი სახე როგორც მზე და გათეთრდა მისი სამოსი როგორც ნათელი. იქ, სადაც აღნიშნულია სახის ბრწყინვალება და აღწერილია სამოსი, არ სიკი არის პობა, არამედ მხოლოდ გარეგანი დიდება იცვლება. სახე მზესავით გაუბრწყინდა. უდავოა უფალმა ფერი იცვალა იმ დიდებულებით, რომლითაც შემდგომში იგი შევა თავის სასუფეველში. და აჰა ეჩვენეს მათ მოსე და ელია მისთანა და თანაზრახვიდეს. ქრისტე მოსესა და ელიას იმის გამო ესაუბრება, რომ თავისი მოწაფეები აღძრას მიბაძონ მათ სიყვარულს საკუთარი ხალხის მიმართ და სიმტკიცეს, რათა მოსესავით თავმდაბალნი იყვნენ და ელიასავით მოშურნე. მართლაც ერთი მათგანი 3 წელი შიმშილობდა იუდეველი ხალხის გამო, ხოლო მეორე ამბობს, თუ შეუნდობ მათ ცოდვას, შეუნდე, თუ არა და მეც ამომშალე შენი წიგნიდან. მოსესა და ელიას გამოცხადებით, ქრისტე სწორედ ყოველივე ამას შეახსენებდა მოწაფეებს. როდესაც ერთხელ მოწაფეებმა თქვეს, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და ახსენეს ელია, რომელმაც მსგავსი რამ მოიმოქმედა და აი რატომ უთხრა მათ, არ იცით ვისი სულისანი ხართ. ილია ფრიად სრულყოფილი იყო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სათანადო დროს, როდესაც ადამიანთა გონება ჯერ კიდევ ყრმა იყო და როდესაც მათ ჯერ კიდევ სჭირდებოდათ ასეთი ხელმძღვანელობა. ასევე სრულყოფილი იყო მოსე, მაგრამ ქრისტეს მოწაფეებს მეტი სრულყოფილება მოეთხოვებათ. თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. მოწაფეები ეგვიპტეში კი არ წარგზავნეს, არამედ მთელ მსოფლიოში, რომელიც ეგვიპტეზე უარეს დღეში იმყოფებოდა და არც ფარაონთან სალაპარაკოდ მიავლინეს, არამედ თავად ბოროტების უფროსთან, ეშმაკთან საბრძოლველად. მათი ღვაწლი იმაში მდგომარეობდა, რომ შეებოჭათ იგი და მისი ჭურჭლები მიეტაცათ. წარმოიდგინე, რა არაშინებდა ამ ადამიანებს: სიკვდილი, სიღარიბე, სახელის გატეხვა, ურიცხვი ტანჯვა. ეს ყველაფერი ბევრად უფრო საშინელი იყო მათთვის, ვიდრე მაშინ იუდეველებისთვის ზღვის გადალახვა. მიუგო პეტრე და რქვა იესოს, უფალო კეთილად შვენდა აქა ყოფაი და თუ გნებავს ქმნეთ აქა სამტალავარ,
ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა. პეტრემ რა კი გაიგონა, რომ ქრისტე იერუსალიმში უნდა წასულიყო და ვნებულიყო, ძალიან შეშინებულია, მაგრამ მას შემდეგ რაც უსაყვედურეს, ვეღარ ბედავს მასთან მისვლას და იმავეს გამეორებას. ამ თას და უკაცრიელ უდაბნოს რომ ხედავს, ფიქრობს, რომ თავად ადგილი იძლევა უსაფრთხოების საფუძველს და არა მარტო ამის იმედი მიეცა, არამედ ფიქრობს კიდეც, რომ იესო აღარ წავა იერუსალიმში. პეტრეს სურს ქრისტე აქ დარჩეს სამუდამოდ, ამიტომაც შეახსენებს კარვებს. თუ ასე მოხდა, ფიქრობდა იგი, მაშინ იერუსალიმში არ წავალთ. და თუ არ წავალთ, მაშინ ქრისტე არ მოკვდება, რადგანაც იქ როგორც ქრისტე ამბობდა, თავს დაესხმებიან მწიგნობრები. რა კი ვერ ბედავს ამ ფორმით თქმას, მაგრამ სურს ასე მოხდეს, სრულიად უშიშრად ეუბნება. რა გვიჯობს აქ ყოფნას? აქ იმყოფებიან მოსე და ელია, რომელმაც ზეცი და მთაზე ჩამოიტანა ცეცხლი. მოსე, რომელიც წვდიათში შევიდა და ღმერთს ესაუბრა. როგორ გულმხურვალედ უყვარს ქრისტე, როგორი გულანთებულია, როგორ იწვის ქრისტეს სიყვარულით. პეტრე შიშის გამოროდი ამბობდა ამას, ეს მისივე სიტყვებიდან ჩანს, როდესაც ქრისტემ თავისი მომავალის სიკვდილი და გასვლა წინასწარ აუწყა, თუნდაც რომ მოვკვდე შენთან ერთად არ უარყოფო. ქრისტეს გულისთვის საფრთხეში ჩაიგდო თავი, როდესაც ქრისტეს თავს დაესხა ხალხის ბრბო. იგი არათუ გაიქცა, არამედ მახვილიც კი იშიშვლა და მღვდელმთავრის მონას ყური მოჰკვეთა. ასე რომ იგი საკუთარ თავზე კი არ ზრუნავდა, არამედ თავისი მუძღვრის გამო ცახცახებდა. შემდეგ დაფიქრდა და კვლავ რომ არ უსაყვედურონ განაგრძობს. თუ გნებავს, გაგიკეთებთ სამ კარავს, ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას. ლუკა მახარებელი ამ ადგილის განმარტებისას ამბობს, არ იცოდა რას ლაპარაკობდაო, რადგან პეტრეს მსგავსად სხვა მოწაფეებიც ძლიერ შეშინებულნი იყვნენ. დამძიმებული იყვნენ ძილით და როცა გაეღვიძათ, იხილეს მისი დიდება. ლუკა მახარებელი ძილში გულისხმობს დიდ სიმძიმეს, რომელიც მათში ხილვამ გამოიწვია. როგორც მეტისმეტი ბრწყინვალება აბრმავებს თვალებს, ისინიც ასევე იყვნენ გაოგნებულნი იმჟამინდელი ნათლით. ეს სინათლე გამოჩნდა არა ღამით, არამედ დღისით და მათი სუსტი მხედველობა ბრწყინვალების სიდიადით დამძიმდა. არც თავად ქრისტე ამბობს რამეს, არც მოსე, არც ელია, არამედ ღრუბლიდან მეტყველებს მამა, რომელიც ყველაზე დიდია. და ვიდრეღა იგი ამას იტყოდა, აჰა ესე რა ღრუბელი ნათლისაი აგრილობდა მათ და აჰა ხმა იყო ღრუბლით გამო და თქვა, ესე არის ძეჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ, მაგისი ისმინეთ. როდესაც ღმერთი მუქარას წარმოთქვამს, მაშინ მოკუფრულ ღრუბელს აჩვენებს. აქ კი რადგან განსწავლა ქონდა განზრახული და არა შეშინება, განათებული ღრუბელი ჩნდება. რატომ მოეფინა ღრუბელი არა მარტო ქრისტეს, არამედ ყველას? მარტო ქრისტეს რომ მოხფენოდა, მაშინ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ხმა თავად ქრისტემ გამოსცა, ხმა ღრუბლიდან, ანუ ღვთისგან გაისმა. ეს არის ძეჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე. პეტრე, ნუ გეშინია მოსალოდნელი საფრთხეებისა. თუ ჯერაც არ ეთანხმები, უკიდურეს შემთხვევაში განსაჯე მაინც, რომ იგი არის ძე, თანაც საყვარელი. და თუ ის საყვარელი ძეა, მაშინ ნუ გეშინია, რადგან ვინ დაღუპავს მას, ვინც უყვარს. ასე რომ ნუ ღელავ, თუნდაც მისდამი შენი სიყვარული უსაზღრო იყოს, შენ მაინც არ გიყვარს ისე, როგორც მის მშობელს, რომელსაც მოსწონს იგი. მხოლოდ იმიტომ კი არ უყვარს, რომ შვა, არამედ იმიტომაც, რომ მისი თანასწორია და ერთი ნება აქვთ. შესაბამისად,
სიყვარულის სამმაგი მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ მისი ძეა, მეორე უყვარს იგი და მესამე იწონებს მას. მასშია ჩემი განსვენება და სიტკბოება და ეს იმიტომ, რომ იგი ყველაფერში ყოვლად თანასწორია ჩემი. მას უსმინეთ. ასე რომ თუ მან ჯვარზე გაკვრაინება, ნუ შეეწინააღმდეგებიო. და ესმა რაი ესე მოწაფეთა დავარდეს პირსა ზედა თვისა და შეეშინა ფრიად. მათ სამი მიზეზის გამო შეეშინდათ. ან იმიტომ, რომ თავიანთი ცდომილება გააცნობიერეს, ან იმიტომ, რომ სინათლის ღრუბელი მოეფინათ, ან კიდევ იმიტომ, რომ მეტყველი მამის ხმა გაიგონეს, რადგან კაცობრივი უძლურება ვერ იტევს განჭვრეტილის უმაღლეს დიდებულებას და სულით და ხორცით შეძრწუნებულნი მიწაზე ემხობიან. მანამდეც გაისმა იორდანეზე ასეთივე ხმა, მაგრამ არავის არ განუცდია მსგავსი რამ. ახლა რაღაცომ დაეცნენ პირქვე. ადგილის უჩვეულო სიმაღლე, სრული განმარტოება, ღრმა სიჩუმე. გარდა ამისა, თავად შიშის მომგვრელი ფერისცვალება, რომელიც სინათლეს აბრწყინებდა. უცებ მათ ზემოდან გამოჩენილი ღრუბელი და ხმა. ამ ყველაფერმა განაცვიფრა ისინი და ძლიერ ააცახცახა. პირქვე დაემხნენ, ანუ თაყვანისცეს. და მოუხდა მათ იესო, შეახო ხელი და რქვა, აღდეგით და ნუ გეშინინ. და აღრა იხილნეს თვალნიმათნი, არავინ იხილეს, გარნა იესო ხოლო მარტოი. და გარდა მორაივიდოდეს იგინი მიერ მთით. ამცნო მათ იესო და რქვა, ნუ ვის უთხრობთ ხილვასა ამას, ვიდრე მდის ძეკაცისაი მკვდრეთით აღდგეს. მართლაც რაც უფრო მეტ საოცრებას ეტყოდნენ სხვებს მის შესახებ, ბევრისთვის მით უფრო რთული იქნებოდა ამის დაჯერება. თანაც ამით საცდური კიდევ უფრო გაიზრდებოდა ჯვართან მიმართებით. ამიტომაც უბრძანებს მათ დადუმებას. არა მარტო უბრძანებს, არამედ კვლავ შეახსენებს თავის ვნებას. თითქოს მიზეზს ასახელებს, რის გამოც უბრძანა გაჩუმება. სამუდამოდ კი არ აუკრძალა ამის გამხელა, არამედ იმ დრომდე, სანამ მკვდრეთით აღდგებოდა. საჭირო იყო მხოლოდ დროის გასვლა ჯვარცმამდე, შემდეგ კი სულიწმინდით აღივსნენ, რომელიც მათ ეხმარებოდა. ყველაფერი, რასაც ისინი შემდგომ ამბობდნენ, ყველანაირ საყვირზე ხმამაღლა იუწყებოდა ქრისტეს ძლევამოსილებას და მოვლენები უკვე არანაირ საცდურს არ იწვევდა. ნამდვილად არაფერი შეიძლება იყოს მოციქულებზე, განსაკუთრებით კი სამ მათგანზე უფრო ნეტარი, რომლებიც უფალთან ერთად ერთი ღრუბლის საფარველ ქვეშ ყოფნის ღირსი შეიქმნენ. მაგრამ თუ ჩვენც მოვიწადინებთ, ქრისტეს ვიხილავთ არა იმ სახით, როგორითაც მათ მთაზე იხილეს, არამედ გაცილებით უკეთესით, რადგანაც შემდგომში იგი ადრინდელი სახით არ მოვა. მაშინ მოწაფეები დაინდო და იმდენი დიდება გამოუცხადა, რამდენის დატევნაც შეეძლოთ. შემდგომში კი მამის დიდებით მოვა, არა მარტო მოსესა და ელიასთან ერთად, არამედ ანგელოზების, მთავარანგელოზებისა და ქერუბიმების ურიცხვი მხედრობით, მთელი მათი აღურაცხელი ლაშქრით. მარტო ღრუბელი კი არ იქნება მის თავს ზემოთ, არამედ მთელი ცა. როგორც მსაჯულები თავიანთი განაჩენის სახალხოდ გასაჯაროებისას საფარველს გადაიძრობენ და ყველას ეჩვენებიან, იმ დროს ზუსტად ასევე ყველა დაინახავს საყდარზე მჯდომ ქრისტეს და ყველა ადამიანი წარუდგება მას. თვითონ კი საკუთარი ბაგეებით გასცემს მათ პასუხს. ზოგიერთს ეტყვის, მოდით მამაჩემის კურთხეულნო, ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით. ზოგიერთს ეტყვის, კარგი კეთილო და ერთგულო მონავ, მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. ხოლო სხვებს სხვა რამეს განუსაზღვრავს და ეტყვის, წადით ჩემგან წყეულნო, საუკუნო ცეცხლში,
რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის. ზოგიერთს კი ეტყვის ბოროტო და ზარმაცო მონავ, ზოგიერთს გაკვეთავს და მტანჯველებს გადასცემს, სხვებს უბრძანებს ხელფეხი შეუკრან და საშინელ წყუდიათში გადაუძახონ და ცულის შემდეგ მათ მიიღებს ღუმელი, რომელშიც ყველაფერს შეყრიან, რაც კი ბადიდან არის გადაყრილი. მაშინ მართალნი მზესავით გაბრწყინდებიან, მზეზე მეტადაც კი. ასე იმიტომ კი არ არის ნათქვამი, რომ მათი ნათება ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც მზისა, არამედ იმიტომ, რომ მზეზე უფრო ბრწყინვალე სხვა მნათობი ჩვენ არ ვიცით. ხოლო ის, რომ მზის სინათლეზე მეტი სინათლე იყო, ეს მოწაფეებმა იმით დაამტკიცეს, რომ პირქვე დაემხნენ. ეს სინათლე განუზომელი რომ არ ყოფილიყო, არამედ მზის სინათლის მსგავსი, მაშინ პირქვე არ დაემხობოდნენ და ადვილად დაიტანდნენ მას. ასე რომ იმ დროს მართლები მზესავით გაბრწყინდებიან და მეტადაც კი, ცოდვილები კი უკიდურეს უბედურებაში აღმოჩნდებიან. მაშინ აღარ იქნება საჭირო მტკიცებულება, ფრხილება, მოწმეები. ის, ვინც ასამართლებს, ამავდროულად მოწმეც არის და მამხილებელიც და მსაჯულიც. მან ყველაფერი კარგად იცის, ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე. იქ ვერავინ მივა მდიდარი ან ღარიბი, ძლიერი ან უსუსური, ბრძენი ან სულელი, მონა ან თავისუფალი. მთელი ეს განსხვავება გაუჩინარდება და განხილული იქნება მხოლოდ საქმეები. და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს, ვით არ უკვე იტყვიან მწიგნობარნი, ვით არ მეტ ელიასი ჯერ არს პირველად მოსვლაი. ხოლო იესო მიუგო და რქვა მათ, ელია მოვიდეს პირველად და კვალად აგოს ყოველი. ებრაელებს შორის გავრცელებული იყო ქრისტეს და ელიას მოსვლის შესახებ ხმები, მაგრამ ამას არასწორად იგებდნენ. წერილი ამბობს ქრისტეს ორი მოსვლის შესახებ, მომხდარისა და მომავლის შესახებ. მეორის წინამორბედი იქნება ელია, ხოლო პირველისა იყო იოანე, რომელსაც ქრისტე ელიას უწოდებს. იმიტომ კი არა, რომ იგი ელია იყო, არამედ იმიტომ, რომ მან ელიას მსახურება აღასრულა. როგორც ელია იქნება მეორე მოსვლის წინამორბედი, ისე იოანე იყო პირველის წინამორბედი, მაგრამ მწიგნობრები პირველს და მეორეს აერთიანებდნენ, რყვნიდნენ ადამიანებს და ხალხთან მხოლოდ მეორე მოსვლას ახსენებდნენ. თუ ეს არის ქრისტე, მაშინ ელიას უნდა დაესწრო მისთვის თავისი მოსვლითო. ამიტომაც ამბობენ მოწაფეები, რატომ ამბობენ მწიგნობარნი პირველად ელია უნდა მოვიდესო. ამავე მიზეზით გაგზავნეს ფარისევლებმა იოანესთან და ჰკითხეს, ვინ ხარ შენ, ელია ხარ? და საერთოდ არ ახსენებდნენ პირველ მოსვლას. რა პასუხი გასცა ქრისტემ? იმ დროს ჩემი მეორედ მოსვლის წინ ნამდვილად მოვა ელია, მაგრამ იგი ახლაც მოვიდა, უწოდარა ეს სახელი იოანეს. ხოლო თუ თეზბიტელის შესახებ მეკითხები, ელია მართლაც პირველად მოვა და აღადგენს ყოველს, რომ ჩემი მოსვლისას არ შევმუსრო ქვეყანა შეჩვენებით. პირველი მოსვლის დროს ქრისტე მოვიდა დედამიწის გასაოცებლად. სოფლის განკითხვად კი არ მოვედი ამბობს იგი, არამედ სოფლის სახსნელად. ხოლო თეზბიტელი იმ მოსვლის წინ მოვა, როდესაც იქნება განკითხვა. ქრისტე ამასთანავე მიუთითებს ელიას მოსვლის მიზეზსაც. რათა მან როდესაც მოვა, იუდეველები დაარწმუნოს, ირწმუნონ ქრისტე, რათა ქრისტეს მოსვლის დროს ყველა ერთიანად არ დაიღუპოს. ხოლო გეტყვი თქვენ, რამე თუ ელია აწვე მოვიდა და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას რაოდენი უნდა და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულვების ვნებად მათგან. მაშინ გულისხმაყვეს მოწაფეთა, რამე თუ იოანე ნათლისმცემელისათვის რქვა მათ. და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის,
მოუხდა მას კაცი ერთი, მუხლნი დაიდგინა მის წინაშე და ეტყოდა: უფალო შეიწყალე, ძე ჩემი, რამე თუ ცისად ბოროტად იგვემების, რამე თუ მრავალგზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალგზის წყალსა. ყოველი შეშლილი მთვარესავით იცვლება, მთვარეული ხან მრისხანებისა და ვნებების ცეცხლში ვარდება, ხანაც წყალში, მრავალრიცხოვანი ცხოვრებისეული საზრუნავის ტალღებში, რომლებშიც დამკვიდრებულია ლევიათანი, ანუ ეშმაკი, წყლების მეფე. განამ მდიდართა გამუდმებული საზრუნავები ტალღები არ არის. და მოგვარე იგი მოწაფეთა შენთა და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა. მიუგო იესო და რქვა მას: ჰოი ნათესავი, ურწმუნო და გულარძნილი, ვიდრემდის ვიყო თქვენთანა, ვიდრემდის თავს ვიდებდე თქვენსა, მომგვარეთ მე იგი აქა. ო ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ, თქვა ქრისტემ, რადგან ყრმის მამამ მისი მოწაფეები გაკიცხა, როდესაც თქვა, ვერ განკურნეს იგი, ფიქრობდა, რომ მოციქულები საკმარისად გამოცდილნი არ იყვნენ თავიანთი მოძღვრის საქმეში. ყველაფერი შესაძლებელია ადამიანისთვის, რომელსაც მთელი გულით, მთელი არსებით, მთელი სულით სწამს ღმერთკაცის, უფალი იესო ქრისტესი და მისი ყოვლადძლიერებისა. რა არის ადამიანი არაწმინდა სულთან კავშირში, უსუსურობა და უძლურება, ხოლო ღმერთკაცთან ერთად ძალა და ყოვლადძლიერება. ეს ღმერთკაცობრივი ძალა ადამიანს ნამდვილ ადამიანად გადააქცევს, ისეთად, როგორიც უნდა იყოს იგი და რა მიზნითაც შექმნა იგი ღმერთმა. და ვითარცა მოჰგვარეს შერისხნა მას იესო და განვიდა მისგან ეშმაკი იგი და განეკურნა ყრმა იგი მიერ ჟამითგან. სხვა ორი მახარებელი ყრმის განკურნების სხვა დეტალებსაც ახსენებს. უმთავრესად ეს არის 3 დეტალი. პირველი, ქრისტე მამას ეკითხება, რამდენი ხანია რაც მის შვილს ეს შეემთხვა. მეორე, იგი ხაზს უსვამს რწმენას, როგორც განკურნების პირობას. მესამე, როდესაც ეშმაკეული ქრისტესთან მიიყვანეს, როგორც კი დაინახა იგი, შეშინებული ეშმაკი საშინელი ტანჯვით გამოვიდა ყრმიდან და გაიქცა. რამდენი ხანია რაც ეს დაემართა, ეკითხება უფალი ყრმის მამას. ამას თავისთვის კი არ ეკითხება, არამედ იქ მყოფთა გამო. იგი მკაფიოდ ჭვრეტდა ყველაფერს, იცოდა, რომ ყრმის დაავადება დიდი ხნის იყო. მამამ უპასუხა ბავშვობიდან, დაეყველამ გაიგონოს და იცოდეს, რაოდენ საშინლად ტანჯავენ უწმინდური სულები ადამიანებს და რაოდენ ძლიერია ღვთისშემწეობა, ურომლისოდაც ბოროტი სული დიდი ხნის წინ მოუღებდა ბოლოს ყრმის სხეულსაც და სულსაც და ბოლოს ბოროტი სულებისგან ყველაზე ძლიერ გატანჯულთა განკურნების როგორი ძალაუფლება აქვს ღვთის ძეს. შეგვიბრალე ჩვენ მიმართავს ბავშვის მამა ქრისტეს, ჩვენო ამბობს და არა მხოლოდ ყრმაო, რადგან შვილის ტანჯვა მამის ტანჯვაც არის, მთელი სახლისა და მთელი ნათესავებისაც. შვილი რომ განკურნებულიყო, ამით მრავალი ადამიანის სულს მოშორდებოდა ლოდი. იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია, მცირეოდენ მაინც გწამდეს, მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია. ქრისტეს ასეთმა ზრუნვამ და გულმოწყალებამ მოსალოდნელი ქმედება გამოიწვია. ყრმის მამა ატირდა და თვალცრემლიანმა შესძახა: წამს უფალო, უშველე ჩემს ურწმუნოებას. ურწმუნოების ყინულს ისე ვერაფერი დაადნობს, როგორც ცრემლები. იმ დროს, როდესაც ეს კაცი უფლის წინაშე ატირდა, მან თავისი ურწმუნოება შეინანა და ღმერთის თანდასწრებით მასში რწმენა გამალებით მოზღვავდა, როგორც მდინარის წყალი წყალდიდობისას. უფალო შემეწიე გირწმუნო, შემეწიე არ ვირწმუნო ბოროტება, შემეწიე სრულად გამშორდე ბოროტებას
და შენ შეგერთო. აი რას ნიშნავს სიტყვები უშველე ჩემს ურწმუნოებას. ეშმაკმა ყრმა მიწაზე დასცა და ცემა დაუწყო. ეს იყო ღვთის უკანასკნელი დაშვება ეშმაკთან მიმართებით, რათა ხალხს დაენახა მთელი საშინელება, თუ რა შეიძლება ეშმაკმა გაუკეთოს ადამიანს და დარწმუნებულიყვნენ, რომ არასაკმარისია ადამიანური, თუნდაც მსოფლიოში უდიდეს მკურნალთა ძალები იმისთვის, რომ ამ კოშმარიდან და საშინელებიდან დაიხსნან ერთი ადამიანის ცხოვრებაც კი. საყურადღებოა ეშმაკისთვის განკუთვნილი ქრისტეს ბრძანების მეორე ნაწილიც და აღარ შეხვიდე მასში. უფალი მას არა მარტო გამოსვლას უბრძანებს, არამედ იმასაც, რომ არასდროს დაბრუნდეს დიდი ხნის განმავლობაში ნაწამებ ყრმაში. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს განწმენდის შემდეგაც შეუძლია თავზე მოიწიოს უწმინდურება. ადამიანისგან ერთხელ განდევნილი ეშმაკი შეიძლება კვლავ დაბრუნდეს და შევიდეს მასში. ეს ხდება მაშინ, როდესაც მონანული და ღვთის მიერ შეწყალებული ადამიანი კვლავ უბრუნდება ძველ ცოდვას. მაშინ ეშმაკიც ბრუნდება თავის ძველ სახლში. მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენი თვისაგან და რქვეს მას, რაისათვის ჩვენ ვერ შეუძლეთ განხდათ მისსა. ხოლო იესო რქვა მათ, ურწმუნოებისა თქვენისათვის. ამინ გეტყვი თქვენ, უკვე თუ გაქონდეს სარწმუნოებაი, ვითარცა მარცვალი მდოგვისაი, რქვათ მთასა ამას, მიიცვალე ამიერ იქი და მიიცვალოს და არაი შეუძლებელი იყოს თქვენ მიერ. შეიძლება იკითხო, აბა სად გადადგეს მთა? მე კი გეტყვი, რომ მათ გაცილებით მეტი გააკეთეს ათასობით მკვდრის აღდგენით. ჭეშმარიტად მთების დაზვრას იმდენი ძალა არ სჭირდება, რამდენიც სხეულიდან ეშმაკის განდევნას. თუმცა ამბობენ, რომ წმინდანები, რომლებიც მათ შემდეგ ცხოვრობდნენ და მათზე გაცილებით ნაკლებნი იყვნენ, მთებსაც უცვლიდნენ ადგილს, როდესაც ამის საჭიროება იყო. აქედან ცხადია, რომ მოციქულებსაც შეეძლოთ ეს თუ საჭირო იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან მაშინ ამის საჭიროება არ ყოფილა, არც მათი დადანაშაულება გმართებს. უფალსაც არ უთქვავს, აუცილებლად გადაადგილეთო, არამედ გადაადგილებას შეძლებთო. თუ მთებს ადგილიდან არ დაძრავდნენ, არა იმიტომ, რომ არ შეეძლოთ, მას როგორ შეძლეს გაცილებით მნიშვნელოვანი სასწაულების აღსრულება, არამედ იმიტომ, რომ არ სურდათ. ხოლო არ სურდათ იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ იყო. შეიძლება ეს მოხდა კიდეც, მაგრამ არსად არ იხსენიება, რადგანაც ყველა სასწაული როდი არის აღწერილი. ამასთანავე ამ დროს ისინი არც იმდენად სრულყოფილი იყვნენ. იმის დასამტკიცებლად, რომ ყველაზე მცირე წრფელ სარწმუნოებასაც კი დიდი ძალა აქვს, ქრისტემ დოგვის მარცვალზე მიუთითებს. ამით არ შემოიფარგლება, შემდეგ მთებსაც ახსენებს, უფრო შორს მიდის და დასცენს, არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვისო. ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს გარნა ლოცვითა და მარხვითა. თუ საჭიროა რწმენა, რაღა საჭიროა მარხვა. საჭიროა, რადგან რწმენასთან ერთად მარხვაც დიდად გამაძლიერებელია. იგი დიდ სიბრძნის მოყვარეობას გვასწავლის. ადამიანს ანგელოზად გადააქცევს და უსხეულო ძალების წინააღმდეგ განამტკიცებს. ვინც სათანადოდ ლოცულობს და მარხულობს, თანაც ბევრს არ ითხოვს, ის ვერცხლის მოყვარე არ იქნება. ხოლო ვინც ვერცხლის მოყვარე არ არის, მას მოწყალების გაცემაც უყვარს. ვინც მარხულობს, ის მსუბუქდება, ფრთები ესხმება და ფხიზელის სულით ლოცულობს, დაშრეც ბოროტავ ხორცობას, ღმერთის გულმოწყალებას მოდრეკს და თავის ამაყ სულს დაამდაბლებს. მოციქულები ამიტომაც მარხულობდნენ თითქმის ყოველთვის. ვინც ლოცულობს და თან მარხულობს,
მას ქარზე მსუბუქი ორი ფრთა აქვს. ასეთი არ თვლემს, ბევრს არ ლაპარაკობს, არ ამთქნარებს და არ დუნდება ლოცვის დროს, რაც ბევრს ემართება. არამედ იგი ცეცხლზე სწრაფია. ამიტომაც არის ასეთი ადამიანი დემონთა განსაკუთრებული მტერი და მათ წინააღმდეგ მებრძოლი, რადგანაც გულწრფელად მლოცველ ადამიანზე ძლიერი არავინ არის. თუ მარხვა არ შეგიძლია, უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლია არ ინებივრო და ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. მართლაც დემონისთვის არაფერია ისე სასურველი, როგორც ფუფუნება და თრობა, რომელიც ყოველგვარი ბოროტების წყაროა. რომელ ბოროტებას არ წარმოქმნის ფუფუნება, იგი ადამიანებს ღორებად გადააქცევს და ღორებზე უარესადაც. და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, რქვა მათ იესო, ვითარ მეტ ეგულების ძესა კაცისასა, მიცემად ხელთა კაცთასა, და მოკლან იგი და მესამესა დღესა აღდგეს, ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად. მოწაფეებს რომ არ ეთქვათ, ამდენი ხანი აქ რატომ რჩებითო, ქრისტე მათ ისევ ნების შესახებ ესაუბრებოდა. ამის გამგონეთ კი იერუსალიმის დანახვაც არ უნდოდათ. მათ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეს უფლის სიტყვები, ვერ ჩასწვდნენ მას და ეშინოდათ ეკითხათ მისთვის ამ სიტყვების გამო, მაგრამ თუ არ ესმოდათ, როგორღაც უხდნენ. ვერ ვიტყვით, რომ ვერაფერს ხვდებოდნენ, პირიქით იცოდნენ, რომ მოკვდებოდა, რადგან გამუდმებით ესმოდათ ამის შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ესმოდათ, რომ როდესაც ასეთი სიკვდილით აღესრულებოდა, მალე სიკვდილით დაითრგუნებოდა და ამით ურიცხ ქველმოქმედებას მოიტანდა. ეს ჯერ კიდევ არ იყო მათთვის ნათელი, არც ის იცოდნენ, რა იყო აღდგომა და წუხდნენ, რადგან ძალიან უყვარდათ თავიანთი მოძღვარი. უფალი კი იმიტომ ეუბნებოდა ვნების შესახებ, რომ შეჩვეოდნენ და არ აღშფოთებულიყვნენ, როცა ეს მოხდებოდა. ასევე არ ეფიქრათ, რომ ქრისტე თავისი ნების საწინააღმდეგოდ ევნებოდა. და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპერნაუმთ, მოუხდეს მას, რომელნი იგი დიდ დრაქმასა შეკრებდეს და რქვა პეტრეს, მოძღვარმა თქვენმან არა მოგცესა ხარკი, ხოლო მას რქვა ჰე, და ვითარცა შევიდა იგი სახით, უსწრო მას იესო და რქვა, რას აღგონებ შენ სიმონ, მეფენი ქვეყანისანი ვიედგან მიიღებენ ხარკსა, ანუ ზვერსა, შვილთაგან, ანუ უცხოთაგან. დიდ დრაქმის ამკრებნი იმ მიზნით მივიდნენ, რომ მისი ბრალდების საბაბი ჰქონოდათ. განა ყველას განითხოვდნენ ამ გადასახადს, მაგრამ ისინი თავისთვის ასე მსჯელობდნენ. შენ ალბათ იტყვი, რომ მოძღვარი გადასახადს არ მოგცემთ და მას ისე მოვეპყრობით, როგორც მე ამბოხეს. თუ მოგცა, ასეთ შემთხვევაში იგი გარეშე პირად ჩაითვლება. რქვა მას პეტრე უცხოთაგან, მიუგო იესო და რქვა მას, აწ უკვე თავისუფალ სამი არიან შვილნი. ჩვენი უფალი როგორც ხორციელად, ისე სულიერად იყო მეფის ძე, შობილი დავითის შტოში და სიტყვა ყოვლადძლიერი მამისა. მას ასე როგორც მეფეთა ძე არ იყო ვალდებული მიეცა ხარკი, მაგრამ როგორც მდაბალი ხორცის მიმღებს ყველანაირი სიმართლე უნდა აღესრულებინა. ჩვენ უბედურნი, რომლებიც ქრისტეს სახელს ვატარებთ, ამ სახელის საკადრის არაფერს ვაკეთებთ, არაფერს აღვავნეთ მისი სახელის შესაფერის და როგორც მეფის შვილები გათავისუფლებულნი ვართ გადასახადისგან, როდესაც მან ჩვენთვის ჯვარცმა დაითმინა და ხარკი გაიღო. ხოლო რაითა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვეთ ზღვად და შთააგდეს სამჭედური და რომელი პირველად აღმოხდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და პო მის ჯორის ტატირი,
მოიღე იგი და მიეც მათ შენთვის და ჩემთვის. ამ ადგილის წაკითხვისას რამ უნდა გაგვაოცოს უპირველეს ყოვლისა, მაცხოვრის წინასწარმცნობელობის უნარმა თუ დიდებულებამ. წინასწარმცნობელობით იცოდა, რომ თევზ პირში სტატირი ექნებოდა და პირველად იგი წამოეგებოდა ანკესზე, ხოლო ძალა და დიდებულებაა, რომ მისი სიტყვით იმ წამსვე გაჩნდა სტატირი და მან თავისი სიტყვით მოიმოქმედა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ხოლო უფლისა და მსახურისთვის ერთი და იმავე მონეტით გადახდის ფაქტით ნაჩვენებია მათი ხორცის მსგავსება. სახარების ეს ადგილი გვასწავლის, რომ უფალი იმდენად უპოვარი იყო, თავისთვის და თავისი მოციქულისთვის გადასახადის გადახდაც არ შეეძლო. ამიტომ თუ ვინმე მოიწადინებს შეპასუხებას, აბა რანაირად დაქონდა ზოგჯერ იუდას ფულიო, ვუპასუხებთ, რომ უფალს დანაშაულად მიაჩნდას თავისი საჭიროებისთვის გამოეყენებინა ღარიბების კუთვნილება, რითაც მაგალითი მოგვცა ჩვენ.